დღეს ცოტა დიდი ვიდეო უნდა შემოგთავაზოთ. როგორ შევცვალეთ ჩემი ძველი სამზარეულო, თქვენი ხელით. ჩემი ოცნების სამზარეულოდ. აქ ვარჩევთ მასალებს. ყველაფერი თავისი აზრი ჰქონდათ, რა ფერი უნდა ყოფილიყო სამზარეულო, თავის გემოვნების მიხედვით. ყველა თავის ესეცით და ავარჩიეთ მოდელი. მასალა დავაჭრევინეთ. თელი სახლი სავსე იყო ლამინატით. აი ყველა ოთახში ლამინატი ელაგა. და ამის შემდეგ დაიწყო პროცესი, ყველა სასიამოვნო აწყობის პროცესი. მთელი ოჯახი ვიყავით შერთული, გვეხმარებოდნენ ბავშვებით. და ამიდან გამომდინარე აწყობის პროცესიც უფრო მარტივად წავიდა. ერთი აშურუპებდა, მეორე ამაკრებდა და ერთი გვამხნევებდა და ასე შემდეგ. ჯერ შევკარით უჯრები, ვინაიდან ეს ყველაზე რთული იყო, რადგან დაგვემაგრებინა ასევე სასრიალოებით. და ეს ისე მარტივად წავიდა და ისეთი ლამაზი გამოვიდა, რომ აი შოქში ვიყავი, ძალიან მომწონდა. ავაწყეთ ასევე უმელის კარადაც, ტექნიკა ამეწყო თავის დროზე, რომ საცხოვრება მქონდა რომ გამომზადებინა საჭმელი. იდეალურად დაუჭრები. ძალიან ლამაზიც გამოვიდა. შემდეგ უკვე გადავედით, რომ ეს ყველაფერი თავისად დროს უნდა გულაგებინა. ყველა მოუწევნა უკვე თავის ადგილსა და მეშვეობით გაიცვა თავიდან უჯრები. რომ გადაწყვეტა, რომ ეს მისი უჯრები იყო. ტექნიკაც ვიყიდეთ, მოვიდა და ძალიან მომეწონა, თეთრი სამზარეულო იყო და ავარჩიე თეთრივე ტექნიკაც. მერე იყო ეს სამზარეულოს გამოლაგების ეტაპი. აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ნივთი მაქვს, რომელიც ჭირდება კიდევაც და იყო ისეთიც, რომელიც აღარ ჭირდება და ძალიან ბევრი რაღაცა გადავყარ და გავანთავისუფლე სახლი. დაავალაგე ყველაფერი. ბავშვებს უშვებდით სამსახურებში და სკოლაში და მეუღლე სამსახურში, მე კიდე ვიყავი ჩემს სტიქიაში, ვალაგებდი, ვშლიდი, კიდე ვალაგებდი, კიდე ვშლიდი, ვახარისხებდი ყველაფერს. და ეს პროცესი ძალიან სწრაფად წავიდა, სიმართლე რო გითხრათ. მე ამ ყველაფრის დალაგების და დაშლის შემდეგ დავიწყეთ ისევ აწყობის პროცესი. სამზარეულოს ზედაპირი დავჭერით, მოვარგეთ სომებზე. ამოვჭერით, რომ ქონოდა ელემენტარული სამუშაო სივრცე საჭმელი მომზადებინა და მშივრები არ ყოფილიყავით და მხოლოდ გამოძახებაზე. ხო, ეს პროცესი ძალიან მარტივად წავიდა, ბავშვების უკვე არ მუშაობდით, ბავშვებს უკვე ეძინათ. მოვარგეთ ეს ყველაფერი ნენელა და სამზარეულოს რაღაც ნაწილი უკვე დამთავრებული იყო. მეორე დღეს ისევ გადავედით ლაგებაზე, კიდე ლაგებაზე და ლაგებაზე. გამოვალაგე ჭურჭელი, ჩამოვხსენე ყველაფერი. გავზიდე, გამოვზიდე. ერთი ოთახიდან მეორე ოთახში, მეორე ოთახი სავსე იყო უბრალოდ გამოლაგებული ჭურჭელით. დაშლის პროცესი ძალიან მარტივად მიდიოდა, სიმართლე რო გითხრათ. აქ უკვე ვამაგრებ საპნის დისპენსერს. ჩავსვით ასევე გაზი და მუშაობს იდეალურად. და ამ ეტაპზე მე უკვე დავიწყე სათავსოების აწყობა. აწყობის პროცესი ძალიან მედიტაციურია ჩემთვის და სასიამოვნო. ამ დღეს ბავშვები სახლში აწყობენ, ბავშვების სახლში არ მახსოვს. მაგრამ ყველაფერს აზაშენი ხელით აკეთებ, უფრო სხვანაირ და ლამაზი გამოდის. ნუ დედანაწილი უკვე მარტო ვეღარ გავაკეთე, საკვირველია. და აქვე საღამოს ერთად მუშაობდით. ძალიან ლამაზ და ტევადი გამოვიდა და ეს არის კიდე ყველაზე დიდი ექსპერიმენტი, რაც ჩავატარე სამზარეულოში. ანუ შევღებე კაფელი. ძალიან არ მომწონდა ჩემი კაფელისფერი, მაგრამ ამის აყრა და ახალი კაფელის გაკვრა იყო მთელი ძალიან დიდი ჩელენჯი, რისი თავიც და არც ხალისი არ მქონდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ შეგვეღება, უბრალოდ შეგვეღება. და მოგვესინჯა როგორ წავიდოდა. აქ პირველი შეცდომა რაც დავუშვი, იყო ის, რომ ჯერ ესე ამოვავსე გადაბმის წერტილები და მერე დავიწყე მთლიანად კაფელის შეღება. ამან გამოიწვია ის, რომ ეს გადაბმის ადგილები უფრო ანათებდა და კაფელი ნაკლებად შეიღება. ამაზე მქონდა სერიოზული სტრესი, თავიდან რომ დავინახე, მეთქი ეს რა არის, ამას რა შეღებავს. და ფერი აქ როგორ დაждდება თქო.
სანამ იშრებოდა, მე ისევ ვაგრძელებდი თაროების აწყობას. ეს არის სამზარეულოს ზედა ნაწილი, რომელიც ფაქტურად მარტო მავაწყე, თავის ბოლომდე, ნაკიგი ნამდვილად მარტო მავაწყე. ისევ შეღებაზე დაბრუნდი, აქ უკვე მეორე ფენას უსვავ და დავუბრუნდი, სანამ იშრებოდა, მე ისევ ვაგრძელებდი კარადების აწყობას. ასე გავიდა მთელი დღე. მე მოვიდა ნოდო და მანაც გადაუსვა და ეს არის ალბათ უკვე მეოთხე ფენა, როცა ისევ არაფერია სარგავს. აქ უკვე კარებებს ვამზადებ იმისთვის, რომ ყველაზე ტვირიანი სამუშაო, ეს არის პეტლების ამოჭრა. აქ სახში ხდებოდა რაღაც სასწაული. დავამაგრეთ პეტლები და ჩავსვით კარებები. გამოვიდა სასწაული, ძალიან ლამაზ და ტივადი. ეს სახელურების დავამაგრეთ. ეს იყო ცოტა ძნელი უჯრებისთვის სახელურების მიმაგრება, მაგრამ პირველზე გაგვიჭრა და მეორე და მესამე უკვე მარტივად წავიდა. ეს ფასადებია და ამიტომ სამუჯრას ორი სახელური აქვს მარტო. აქ უკვე ჩემი ძმა ჩავხდით საქმეში, რომ მარტო ვერ გავაკეთებდით და დავიწყეთ აწყობა სამზარეულოსი. ხო, მეს რაც შეეხება, კაფლას რაც შეეხება, დამჭირდა 6-7 პირის წასმა, იმისთვის, რომ დამესვა სასურველი ფერი და 7 ფერის შემდეგ მინდა გითხრათ, რომ იდეალურად დაჯდა საღებავი. ცოტა უნდა იწოლოთ, მაგრამ შედეგად ღირს. მე გაგიზიარეთ დროთა განმავლობაში, ხმარებაში და გახახვის პროცესში, როგორ იმუშავებს ეს ჩემი კაფელი. ხო, აქ უკვე ავაწყეთ ასევე გამწოვი, დავკიდეთ კარადები, ერთი კარადის დაკიდება ცოტა გაგვიჭირდა. ვინაიდან კედელი არ აღმოჩნდა მთლად სწორი და ესაც უკვე პირველადი შედეგი ჩამოკიდებული ყველაფერი თავთავის ადგილას და მტვერი მთელსახში. ძალიან მომწონდა, ძალიან. შემდეგ დღეს უკვე ჩავსვით კარებები და ქვედა ნაწილი გაწყობილი ქონა, მაგრამ არ იყო გასწორებული. აქ გადავედით ამ ქვედა ნაწილის გასწორებაზე, ფეხების მორგებაზე, რომ ყველაფერი იდეალურად დამჯდარიყო. დავამაგრეთ ასევე უჯრები, ჩავსვით ღუმელით და დავამაგრეთ ისევ ზედაპირი. ყველაფერი კარგად დაჯდა, შევაერთეთ გაზით საბოლოო შედეგად. აქ უკვე დავამაგრებთ პლინტუსებს, რომ ერთიანი დასრულებული სახე მივცეთ. ეს პლინტუსებს ვამაგრებთ ძალიან გვიან. ბავშვებს უკვე დიდი ხანია სძინავთ და გამოვიდა აი ესეთი შედეგი. აქ უკვე არის ბოლო ეტაპი, როცა დავიწყე დალაგება, გახეხვა, რასაც ქვია, ყველა კუთხე კუნჭული საგულდაგულოდ გამოვწმინდე, დავალაგე. ეს უჯრა სათავსო იყო იარაღებისთვის და ვამზადებ, რომ ჩავაწყრიალო ჩემი ნივთები. ძალიან ტევადი აღმოჩნდა ეს უჯრები, გერჩევთ რომ გააკეთოთ და ჩემი ლამაზი ზედაპირი, აი ძალიან მომწონდა. და ეს არის საბოლოო შედეგი, რომელთაც ვარ აღფრთოვანებული, აი ფაქტურად გადავედი სამზარეულოში საცხოვრებლად. ისე ძალიან მომწონს. ველი თქვენ შეფასებებს, როგორ მოგეწონათ ჩემი ნამუშევარი და რა სიტყვით, ღირდა იმწვალებად, რა წვალებაც გამოვიარეთ 2 კვირის განმავლობაში.